როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ? ან საერთოდ რა არის იღბალი? ზოგს რომ უმართლებს, ზოგს რომ არა, ზოგს რომ სჯერა და ზოგს რომ არა. წარმოიდგინე, ერთი კაცი იყო, პაპა, რომელმაც იპოვა ნალი. გაწმინდა, გაასუფთავა და შვენიერი ნალი გამოდგა. ადგა და თავისი სახლის ჭიშკრის თავზე დაამაგრა. გამოიარა მეზობელმა და დასცინა. ამის იმედად ხარო? მხოლოდ ეს იღბალს ხომ იცი არ მოგიტანსო. პაპამ უთხრა, იცი რა, იღბალი ყოველთვის მასთან არ მიდის, ვინც ასე ეძებსო. იღბალი მასთან მიდის, ვინც მზად არის მიიღოს სიახლეო. ცოტა ხანში ერთმა მხედარმა გამოიარა და დაინახა მიჭედებული ნალი. გაეხარდა, რადგან მის ცხენს ზუსტად ერთი ნალი აკლდა. რაღაცა ფული შესთავაზა პაპას. მანაც მოხსნა და მისცა. ეს ფული არც იქით იყო, არც აქეთ, ადგა და სიმინდი იყიდა. დათესა და შემოდგომას კარგი მოსავალიც აიღო. მეზობელმა გამოიარა და უთხრა, რა იღბლიანი ნალი ყოფილა, როგორი მოსავალი მოგცაო. იცი რა, ნალი არაფშუაშია. თავარი არის სწორად გამოყენებული შანსები და ის რომ დაინახო ეს შანსები. ყველას მოგცემია და ყველას მქონია თუნდაც ერთი შანსი ცხოვრებაში. აი როგორ გამოვიყენეთ და როგორ მივიღეთ ეს შანსი, მეორე საკითხია. სწორედ ეს არის იღბალი. წარმატებული დღე.